სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2024 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10%-ით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2024 წლის მეოთხე კვარტალში მისი მოცულობა 23.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდ მაჩვენებელზე 10.8%-ით მეტია. ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.6% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15% საშუალოზე, 17.5% კი მცირე ბიზნესზე. ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა მეოთხე კვარტალში დაახლოებით 30,000-ით არის გაზრდილი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 811,000 აჭარბებს. რაც შეეხება საშუალო ხელფასის მოცულობა დაახლოებით 170 ლარზე მეტად არის გაზრდილი მეოთხე კვარტალში და საშუალო ხელფასის ოდენობა 2367 ლარს შეადგენს. რა თქმა უნდა, აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები განპირობებულია იმ სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში არაერთი სახელმწიფო პროგრამა არსებობს, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდაზეა მიმართული და ზოგადად ახალისებს ქვეყანაში ადგილობრივ წარმოებას, რომელიც ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებასთან ერთად ორიენტირებულია, რა თქმა უნდა, საექსპორტო პოტენციალის სრულად ათვისებაზე.